მოგესალმებით, როგორც ხედავთ, საპატრიარქო კანდიდატების შერჩევის პროცედურა წარიმართა მთელი რიგი დარღვევებით და ფაქტობრივად შიო მუჯირმა არამართლზომიერი, უკანონო და ძალადობრივი მეთოდებით მოახდინა შანტაჟირება თითოეული ოპონენტისა და გამოიყენა სხვადასხვა სახის მანიპულაციები იმისათვის, რათა გაენეიტრალებინა ყველა სხვა ღირსეული კანდიდატი, რომელსაც პოტენციაში თეორიული შანსი მაინც ჰქონდა წინააღმდეგობა გაეწია მისთვის. ამიტომ მან მიმართა, რა თქმა უნდა, აკრძალულ ხერხებს და პირველ რიგში დაამუნათა ესა თუ ის ეპისკოპოსი სხვადასხვა სახის კომპრომატებით. ამავდროულად მართვა-გამგეობის დებულების ბუნდოვანი მუხლები ინტერპრეტირდა იმგვარად, როგორადაც გაბატონებულ ძალას საპატრიარქოს სამდივნოში აწყობდა, რომელსაც წარმოადგენს კრემლის კურატორი ანდრია ჯაღმაიძე, უშუალოდ მოსაყდრე შიო და მასთან დაახლოებული კოლეგია, რომელთა ინტერესიც იყო, რომ შიო მუჯირს წინ გზა გასუფთავებული დარჩენოდა საპატრიარქო ტახტზე აღმავლობისას. რა თქმა უნდა, ეს ძალიან ტრაგიკული მოვლენაა, გარდა იმისა, რომ არის ანტიკანონიკური და შეიძლება ითქვას, რომ მოსაყდრე შიო არის ამ შემთხვევაში უზურპატორი, არალეგიტიმური პოტენციური კათოლიკოს პატრიარქი, რომელიც პრაქტიკულად უკვე შეიძლება ითქვას არჩეულად გვევლინება, როგორც და პოზიციონირებს ერთმართველი აბსოლუტი, რომელიც აწარმოებს თავის ავტორიტარულ რეჟიმს და სადამსჯელო ღონისძიებების ერთგვარი ანონსიც კი ეს, როცა კი დაუფარავად ხდება მასმედიასა და პრესაში გარკვეული სახის კომპრომატებზე საუბარი, სხვადასხვა ტიპის დარღვევებზე, რომ ვითომდა ესა თუ ის მღვდელმთავარი შეუსაბამო იყო საპატრიარქო კანდიდატობისათვის, რა თქმა უნდა, ეს ჩანასახშივე არის უმართებულო კონოტაცია საკითხისა, რადგან თუ კი ადამიანი არ შეიძლება გახდეს პატრიარქი, რანაირად შეიძლება ის დარჩეს ეპისკოპოსის რანგში და წმინდა სინოდის წევრად. შეუსაბამობასთან გვაქვს საქმე ცხადია, მეუფე ისაია არის ამ შემთხვევაში მსხვერპლი და თითოეული სხვა დანარჩენი კანდიდატის ინსტრუმენტალიზებულია, ჩვენ ვიხილეთ იგივე გრიგოლ ბერბიჭაშვილის მხრიდან უპრინციპობა და რომ არა მეუფე აბრაამის, მეუფე დანიელის და მეუფე იობის პირადი ეგოცენტრული ამბიციები, რომ არა მათი შეუთანხმებელი მოქმედება და ახირებული განწყობები, პირადი წყენები და თავიანთი მისწრაფებები, რომელიც ვიწრო მერკანტილურ პრიზმას მოიცავს, რა თქმა უნდა, ვითარება იქნებოდა აბსოლუტურად განსხვავებული და მოსაყდრე შიოს, რომელიც თავისი მღვდელმთავრული საქმიანობის მანძილზე ყველაზე უფრო დაბალ ეფექტიანი სასულიერო პირი გახლდათ წმინდა სინოდში, რომელიც არაფრით არ გამოირჩეოდა არანაირი ადმინისტრატორული თუ მენეჯერული უნარჩვევებით, არც ინტელექტითა და ერუდიციით, არც ბექგრაუნდით, არც ანტურაჟით და ყოველთვის მიიჩნეოდა საკმაოდ საეჭო ფიგურად, რომელიც აფილირებული და ასოცირებული იყო რუსეთის გავლენიან საეკლესიო თუ პოლიტიკურ წრეებთან, მას არ ექნებოდა არანაირი ხმა სინოდში. მაგრამ გასათვალისწინებელია ის, რომ მღვდელმთავრებს აქვთ მართლაც პრობლემური წარსული, რაც არ უნდა ძიმედ ჟღერდეს ეს, ისინი არ არიან არჩევანის გაკეთებისას თავისუფალ და ვერ მოქმედებენ სინდისის და ასე ვთქვათ, სიმართლის სადარაჯოზე ღირსეულად. იმიტომ რომ არიან ტყვეები თავიანთი მდგომარეობის და ამავდროულად მათ აქვთ რაღაცა თავისი პირადი უტილიტარული მისწრაფებები, რომლის გამოც სურთ შეინარჩუნონ სტატუს კო, ანუ სამი ძირითადი პოსტულატი არის მათ ცხოვრებაში ყველაზე არსებითი და მნიშვნელოვანი. ეს არის პირველი არის ძალაუფლება, მეორე არის ფინანსები და მესამე არის სექსი. აი ეს სამი ხელშეუვალი სივრცე მათ არ უნდა დაერღვეთ ეს კომფორტი, ეს იატაკქვეშა სამოქმედო სივრცე და ამიტომ სურთ შეინარჩუნონ ის მოცემულობა და პირობები, რომელშიც ისინი მრავალი წელია თავიანთ ჩაობნელ საქმეებს ხორცს ასხავენ და რეალიზებას უკეთებენ თავიანთ სურვილებს და თავიანთ
ახირებებს, აქედან გამომდინარე, იმთავითვე რა თქმა უნდა არსებობდა გარკვეული სკეპტიციზმი და პესიმიზმი იმასთან დაკავშირებით თუ რამდენად აღმოაჩნდებოდათ მათ კეთილგონიერება, მაგრამ აი ამ შებოჭილობამ, აი ამ მომაკვდინებელ ცოდვებში მყოფობამ და ჰედონიზმმა დააყენა ის შედეგი, რომელიც ჩვენ ვიხილეთ 2 დღის წინ სხდომის დასრულებისას ოქმში ასახულად. ამიტომ არის მნიშვნელოვანი და ამაზე ვაპელირებთ ჩვენ თეოლოგები, რომ აუცილებელია ყოველთვის მღვდელმთავარი იყოს სუფთა, იყოს ნათელი ზნეობრივი თვალსაზრისით, იყოს მოწიფული სულიერად და არ იყოს დამუნათებული და დაშანტაჟებული და ანგაჟირებული. ამდენად მნიშვნელოვანია საეკლესიო კანონიკური სამართლით გათვალისწინებული ნორმატივების დაკმაყოფილება, რომელიც მორალურ მხარეს ეხება, რათა ადამიანი არ იქნას მართული, დაშინებული და ინსტრუმენტალიზებული და გამოყენებული. რა შედეგიც დადგა, ეს სწორედ ამას უკავშირდება და ხშირად ლიბერალები კომენტატორებს გვამონათებენ იმის გამო, რომ რატომ ჩაეციკლეთ აი ამ ზნეობრივ საკითხებს და რატომ არის ეს ასეთი არსებითი და მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ თუნდაც სხვა თუ არაფერი, გარდა იმისა, რომ წმინდა მამათა განწესებაა და ღვთივსულიერია ყველა კანონიკური დადგენილება, რომელიც მოუწოდებს საეკლესიო იერარქიას, რომ დაიცვას უბიწოება, უპოვარება და ქალწულება, ამავდროულად ეს მართვის ფორმებში რაღაც დისონანსის ალბათობის გამოსარიცხად არის მნიშვნელოვანი, რომ ვიღაცა არ მოექცეს გაბატონებული ძალის ზემოქმედების ქვეშ, იქნება ეს პოლიტიკური ისტაბლიშმენტი თუ საეკლესიო მართველი ელიტა. ამიტომ შედეგი არის ტრაგიკული, მოსაყდრეში უნდა იცოდეს, რომ ის ყოველთვის მხრებით გაათრევს იმ დამღას, რომელიც მან თავის თავზე იკისრა, აი ამ მანიპულაციებით, ის არის უზურპატორი, მტაცებელი და მიმთვისებელი აი ამ სახელოვანი ტახტისა და მას მოუწევს მარტო ზიდოს ეს პასუხისგებლობა იმ სხვა მღვდელმთავრებთან ერთად, რომელთაც მონაწილეობა მიიღეს ამ მოღალატეობრივ ანტიკანონიკურ და ამორალურ აქტში, რომელიც გაფორმდა 2 დღის წინ. ძალიან მძიმეა სურათი და ვფიქრობ, რომ თეოლოგებს მოუწევთ მარადჟამს კიდევ დიდხანს ამ საკითხების ირგვლივ პირუთვნელი შეფასებების გაკეთება და არა ისეთი, როგორიც იყო უნისონში და სინქრონში მედიასთან, რომელიც სერვილისტურად პრაქტიკულად ილია მეორეს ქებადიდებაში იყო და შემდეგ ძალიან გაუკვირდათ, რომ 40 დღის მანძილზე ნაკებნადიდები ადამიანის რჩეული, რატომ გახდა პირველი პირი. სწორედ მათ გაუყვალეს ეს გზა, მათ მიიღეს ამ მავნებლობაში მონაწილეობა და მათ შორის ის თეოლოგებიც უნდა გზნობდნენ ამ პასუხისგებლობას, რომელთაც თუნდაც რეცენზიები დაწერეს მოსაყდრეშიოს ფსევდონაშრომებზე, რომელიც ყველამ ვიცით, რომ მითვისებულია და მისი ავტორობით არ არის და რომელთაც გარკვეული პიეტეტი ჰქონდათ ილია მეორის მიმართ და კიდევ რაღაცა ობიექტური, სასიკეთო და კანონიკური მოლოდინები ამ სინოდის მხრიდან. ასე რომ პირადად მე არ ვწითლდები, არ მრცხვენია, რადგან იმ თავითვე ღვთისმადლით ვაფიქსირებდი შესაბამის მოლოდინებს, რომელიც პრაქტიკულ რეალობაშიც სურათის სახით დადგა და ეს არ იყო რაღაცა ჩემი პირადი სუბიექტური განწყობები და ტენდენციურობა, ეს იყო იმოციმულობის პირუთვნელი წაკითხვა, რომელიც მე ვცადე და სამწუხაროდ გამართლდა ეს ვარაუდები და ვფიქრობ, რომ წინ გველის ბევრად უფრო ბრუტალური, უფრო ფატალური შედეგები, რადგან მოსაყდრეშიო იქნება ერთგვარად ბერია საქართველოს ეკლესიისთვის, ხოლო ანდრია ჯაღმაიცე კი ქობულოვი, რომელიც შეასრულებს ჯალათის როლს. ეშაფოტი გამზადებულია წინ გველის, მათ შორის მოსაყდრეშიოს მომხრე მღვდელმთავრების განეიტრალების ხავერდოვანი პროცესი ბჭყალებში. დიდი მადლობა.